ეხლა დღეს რას ვფიქრობ მე? ადგილებს ნახავთ, დღეს არის მეოთხე, ხო? და პარკირება და გარაჟი ვისწავლოთ. რა გეცინებ? აი, ეგ არის ყველაზე ჩემთვის ტკივნეო. ხო და ძალიან კარგი ეგ მინდა უკვე, ბარემ რომ ამ ხუთგაკეთში შევტოთ. ეხლა მოედანზე ნახე, აგიხსნა მოედანზე გასწავლიანი ჯოხებით და რაღაც, ანუ როგორც საგამოცდო პრინციპია, ეგ ცოტა გავს, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც გამოცდაზე ეგრე არ არის რა. იქ რო ჯოხებით სწავლობენ რაღაც, ანუ ქალაქში რაც ჭირდება რეალურად მანქანას დაპარკინგებისთვის, ეგრე აგიხსნა მანქანებს შორის პარკირებას. ეხლა ხო? კი. მეგრე მოემზადე, კარგად ხარ მორგებული. კი. ბატონო. ეგრე. ეხლა წარმატეთ ცოტა გაზი შეგიძლია შეეპარო, ეგრე. კარგი, დაიწყე გასწორება. всё, ეგრე. გაზი თუ პირიქით. აი, თავმოთ. და კარგი. დავით ეხლა თავმოთ. ყურადღებით ის ნახე გიხდება, ოჩახ. არა, საკეთე. ჯიგარი. აი, ადგილას მოწრია. აი, ყოჩახ ნახე, ავტობუსს გახსოვდა ხო ეს ავტო? კი. ყოჩახ, ძალიან კარგი. ანუ ყვითელი ზოლით. ყვითელიც დაინახე, კი ბატონო, შესაბამისად, ყოჩახ. ეხლა 150 მეტრი შევხვდით მარჯვნივ. ამ შემთხვევაში რადგან აქეთ ავტობუს ზოლი არ გადავდივართ აქეთ, მოხოვს ვაკეთებთ ამ ზოლიდან, ოღონდ მოხოვის პროცესში ვაკონტროლებთ ამ სარკეს ავტობუსს, რომ ტრანსპორტიან რამე არ იყოს ყოველი შემთხვევისთვის რა. ჩავუდგე მარჯვნივ. აი, ნახე, მიდი, პირდაპირ. პირველ რიგში დათმობა გაქვს სტანდარტულად, როგორც ვაკეთებთ, ზებრაზე არავინ არ არის გადაკვეთე ესე, ჩართული კონდეს მარჯვნივ, აქეთ გავხედეთ და იქითაც არავინ არ არის, შენ ზოლში ვარ, ახლოს უხარ შენ ზოლში. ეს ხელი გადაანაცვლე რომ აი გაასწორე ხა ეხთი რომ ესე არ გაიჭედე ეხა იცით მარცხნივ გადავიდეთ ჩართული აი ესე არის ჩქარო თან პლუს ამას ზებრა არის ნახე უწყვეტი ზოლი აი ესე გავუწდით და აი ეხა შეგიძლია ეხთი გაუჩე ეხა დაუბრუნდეთ ერთ ზოლით მარჯვნივ ანუ ავალიდეთ დაბრკოლებას ჩავხდე ეხა აი შუქრიშას გავუჩე რომ გავუწდები შუქრიშას და პირველად და უნდა მოვძებნოთ საპარკინგი ადგილი რო აგიხსნა. სადი? ცოტა. აი ამ შავის უკან ჩავდე მარჯვნივ. აი აქ დავაყენოთ. ეხლა აქ ნორმალური ადგილია შედარებით. ჩავედით. მიდი ცოტა წინ, აი დგებით, ანუ ამ მანქანის გასწრილ ესე ძალიან წინ არა. აი დამიხოჭე, აი ეს. მიხდი, ანუ უკანა მხარეები რო შეაფასო. მიხდი ჩვენი მანქანის და ამის. აი აქედან ეხლა ატრელებ ბოლომდე მარჯვნივ. ხო, ნუ თუ გინდა ჯერ ამას გადავთ სულ ერთი თანხმობით, აი ესე. გადავთ ერში. და ეხლა აუში მოხურც გაზი არ გინდა, უკვე დაღმართეთ გახარ. ოღონდ აი იმ სარკეში ეცადე რომ იმ უკანა მანქანის ცხვირი დაინახო მთლიანად. მიდი. ნუ გეშინი არავის არ უშლი ხელს. ცხვირს დაინახავ თუ არა აჩერებ. აი, დაინახე ხო? კი. ეხლა ასწორებ საჭეს. 1 და 2, აი ეგრე. და შედიხარ ეხლა სწორი საჭით, ნახე, მიდი. აუში თორმოს. აი ეგრე და ეხლა სადამდე შედიხარ? აქეთ უყურე, ნახე, იარე. და ეს სარკე უნდა გაუსწორდეს იქითა ფარს. ნახე, იარე. რო ცხვირი შემოეტიოს. ცოტა კიდე, ნახე, იქით ფარს, რო კარგად დაფაროს. ეხლა ან რატო ამბრო? ეს ცხვირი კარგად შემოეტიოს, ეხლა მანქანის გასწორებას დავიწყებთ, რომ იქ არ იქონდეს საშიში, ნახე, დისტანცია. ცოტა კიდე. აი ეს. ეხლა რო შედიხარ, ნახე, ეს სარკე თუ გინდა ცოტა კიდე დაბლა დაწერო, ბორდიული კარგად დაინახო. აი ეს. ეხლა იწყებ უკვე მანქანის გასწორებას, ანუ ატრელებ მარცხნივ ბოლომდე, აი ეგრე. და აკონტროლებ ბორდიულს ცალკე და უკან იმას ცალკე. დადი. მანქანას ცალკე. აი ეგრე, იარე. თუ რომელიმესთან ახლოს მიხვალ, აჩერებ. ორივე სარკე გადააკონტროლე ხოლმე ხშირ-ხშირად. აი, აქ ბორდიულთან გაქვს ადგილი, უკან მანქანასთან? კი, ცოტა. ცოტა, ხო? ცოტა კიდე? კიდე ადგილი. აი, ეგრე გახედე. კიდე. კაი, სიტყვაზე რომელიმე შეგაფერხა. სიტყვაზე ადგილი აღარ გაქვს. ხო, ან ბორდიულთან, ან უკანა მანქანასთან რა. ანუ ორი შეფერხება შეიძლება შეგხვდეს აქ. ან მიადგე ბორდიულს ახლოს, ან მიადგე უკან მანქანას ახლოს რა. ამ დროს პრობლემა არ არის, ანუ ხელსაც არავის არ უშლი. ატრელებ ბოლომდე მარჯვნივ. კიდე. აი ეგრე. კარგად აქ დეში.
და ნახე სულ ნახე ხა ბორდილს დაკვირდი, სულოდნავ მიიწიე და ეგრევე ადგილი გაიზრდება, ნახე ბორდილთან. აუში მოხურს, ნუ გეშინია. ეს გააკადე. მე აი ეს მიდი გავს კიდე. ნახე, ცოტაც თუ გინდა. აი, всё. კაი, აღარ გინდა, მაგრამ ეხა მანქანა გასწორებულია, ჯერ ხო არ არის გასწორებული. ანუ ბორდული არ ჩანს, ხო თეიგას. ეხა ისევ აი ეგრე ატრიალებ რა. პრობლემა არ არის, ანუ ამას დაარეგულირებ, ხელს არავის არ უშლი, ანუ რა, მაგან არ შეგაშინოს. აი, ახლა სულოდნავ დაძარი. ცოტაც კიდე და აი ხა გასწორდა მგონი, ხო? ეს მიხდი? კი. გააჩერე ხა და გასწორე ჯერ საჭე. ესე. გადაგპარკირებაში და აგიხსნა ხა თან ამოწი ესეც. ყოფილი დაასვნა ეს. აუში. ანუ რას ვაკეთებთ რა? ჩერდებით თანაბარი პოზიციით, ანუ რომელი მანქანის უკანაც უნდა დავაყენოთ, აი სიტყვაზე ამის უკან ვაჭერთ, ხო? თუ ცოტა მეტი ადგილი აქვს, ოდნავ უკან თუ იქნები, პრობლემა არ არის. მთავარია წინ არ იყო, რომ აი შესვლის პროცესში ეს არ მიედოს, რა, უკანა მხარეები ერთმანეთს არ მიედოს. რო გავჩერდებით სათანადო ადგილს, სულ სამი მანევრია ვატრიალებ ბოლომდე მარჯვნივ და შემოვდივართ იმ პოზიციამდე, რომ იქით სარკეში დავინახოთ უკანა მანქანას ცხვირი მთლიანად. მერე რო დავინახავთ, ვაჩერებთ და ვასწორებთ და შემოვდივართ სწორი საჭით, რომ ეს სარკე გაუსწორდეს აი ამ მანქანის მარჯვენა ფარს, ამ შემთხვევაში რომ რატო ვამბობ ფარს თუ გაუსწორდა ეს სარკე, ანუ ცხვირი პირდაპირ შემოეტევა მერე, მიხდი? ცოტა წინ რო იყოს მანქანის გასწორებისას ცხვირი უკვე მიედება და საპრობლემო იქნება, მიხდი? ეს სარკე თუ გაუსწორდა, ცხვირს ყველა ვარიანტში შემოიყვანოთ. და რო გაუსწორდება, მერე იწყებ მანქანის გასწორებას, ანუ ბოლომდე მარცხნივ ატრიალებ და იწყებს შემოსვლას. ამ შემოსვლის პროცესში აკვირდები, ამ სარკესაც აკვირდები, ამ სარკესაც, იმ სარკესაც, რომ რომელიმესთან არ გქონდეს ახლო მისვლა, მიხდი? თუ მიხვალ და აღარ ყოფნის ადგილი, ცოტა წინ მიწევ მანქანას და მერე ისე უკან რა. პრობლემა აღარ არის, მიხდი ხო? თავარია პირველი ორი მანევრი კარგად დაიწყო, რომ მანქანა ცოტა შემოეტიოს რა, ეს. ეხა გავიდეთ და კიდევ თავიდან დავაყენოთ. ეხა უყურე ნახე ორი მანევრი ხო დაგჭირდა შემოსვლაზე, იმიტომ რომ ცოტა წინ მივწიეთ, მერე უკან მოვწიეთ, ანუ ვერ ჩავედით. ესე იგი გასვლაზეც დაგჭირდება ლოგიკურად ორი მანევრი, ხო? აი ეგრე კი ბატონო, მარცხნივ ატრიალებ ბოლომდე. დრაივში. ჩაწი ესეც არ დაგავიწყდეს. ნახე, ოდნავ ჯერ გახედვა არ გჭირდება, ოდნავ მიწიე მანქანა, ეგრე მარცხენა საჭით წინ. ნუ გეშინია, მიდი, აუში. ჯერ არ გადიხარ, ოდნავ მიიწიე წინ. მიდი, კიდე. ცოტაც. აი, ეხა აჩერებ. ეხა იგივე პოზიციამდე უნდა მიიყვანო. ერში. და ბოლომდე მარჯვნივ. აი. გახედე ხა აქეთ სარკეს, რომ მიხვიდე ისევ. არა, ეგრე, ერი. ეს გადა. ხო, რომ მიხვიდე უკან ეხა ისევ, ნახე, ბორდილთან თითქმის ახლოს, ან უკანა მანქანასთან. ორივე აკონტროლე. აი, ეგრე, ცოტაც. всё. ეხა უკვე გაეტევა მანქანა. მიხვდი რა გავაკეთებ? როგორც შემოხვედი, ისე გადიხარ რა. ბოლომდე მარცხნივ. მერე. ნუ ნერვიულობებას. ჩაუთე მარცხნივ, ჯერ მოიმზადე ყველაფერი. ეხა უკვე თავისუფალი რო იქნება, თამამად ნელი გაზით გახვალ. საჩქარო არ არის რა, ანუ ხელს არავის არ უშლი. აი, ეგრე. დაიწყე. არა, იარე, თან ტრომზე არ გინდა, დაიწყე გაზით და გასწორებას უფრო გააკეთე. მიხდი? რომ გამოხვალ, მოხურს აღარ ხმარო. თამამად ეხა შევუხვევთ მარჯვნივ და კიდე იქნება ადგილები, ნახე. აი აქ. ოღონ ეს ნახე ჯერ არასწორად გახარ, ხო? ცოტა მიწვევსი. აი, კი ბატონო, ეხა კარგად გახარ, ეგრე. ახლა ეს იყოს ჩართული. კი ბატონო. ეში. კი ბატონო. ეხა რას უყურებ? ეხლა ვუყურებ. უყურებ იქით სარკეს, რომ მანქანის ცხვირი მთლიანი. ცხვირი, ორივე მხარე. კი ბატონო. კი ბატონო. აი, ეგრე. ავიღოთ. ყოჩა, არა, ჯერ სწორად. სწორად? კი. აი, ეგრე შედიხარ სწორად ეხა უკან. და ეხა უკვე ეს ფარი უნდა გაუსწორდეს იქით. ეს სარკე უნდა გაუსწორდეს იქით ფარს. გაუსწორდა? კი. ჩემგან გაუსწორდა. ხო, კი ბატონო, მაშინ. ეხლა იმავშობით. ერში გაქვს და მარცხნივ, ეხლა რომ პირიქით ცხვირი უკვე აქეთ წამოვიდეს, საჭე მარცხნივ უკვე რომ დაიწყოს მანქანამ გასწორება.
ეხლა ვუყურებთ ბორდიუს. ბორდიუს და უკან მანქანასაც ყოველი შემთხვევისთვის. ანუ შეიძლება ერთ-ერთ ხარეს გქონდეს ბორდიუსთან გქონდეს ადგილი, მაგრამ უკან მანქანასთან არა. ამ პირიქით რა, რომელიმე არ მოგატყობს, უკან მანქანასაც გახედე. всё, მეტი ადგილი აღარ გაქვს. აი ეგრე. აუში ნუ ერიდები, არ გაგიქცე, ისე უცბად არ გაიქცევა, რომ ვერ მოასწრო. აუში კიდე რო გასწორდეს მანქანა. აი всё, მიხდი, ნახე რა კარგად დააყენ, ნახე. დისტანციაც უკვე იდეალურია, იქით გახედე, ზოლშიც დგახარ, ხო? კი. კი ბატონო, ეს. გასწორი ოღონდ საჭე ხა. საჭე ეგრე არ დატოვა. იქით. აი, ეგრე არის სწორ, ხო? კი ბატონო, ეს. ეხლა გავდივართ. რას ვაკეთებთ? ეხლა თავთ. ჯერ არ თავ, ჯერ ხო ვერ გახვალ. ბოლოს ხო წინ მოხვედი შენ? ეხლა ესე იგი უკანო მიწიო, ხო? ეგრე ოღონდ როგორი საჭით. აი ეგრე, კი, მარჯვენა საჭით რომ კუდი წამოვიდეს აქეთ. ცხვირი გავიდეს შესაბამისად. ანუ ისე უნდა მიადგე ან მანქანას ან ბორდიუს ახლა, სადაც გქონდა საშუალება. კიდე? აი ეგრე. ეხლა უკვე გახვალ. ბოლომდე ეგრე. всё, გასული ხარ, დაიწყე გასწორება. აი, ეხლა ისე ვიგაჩე, წეღაც გავაჩეთ. ჩაურთე მარჯვნივ. გაწვალო ბარი. აი, ეგრე. შენით ეხლა. მიაქარავ. всё, დაითვალე ორჯერ სწორად. მეორე პოზიციაზე სწორად შეხვიდე. თინათ ნუ ატრიალი, მიხდი? ეს პარტანს სწორად. ეხლა. არა, ცხვირი საიდგინე და წავიდეს. ან ნახე, მარცხნივ ატრიალებ რა, ანუ თავიდან მარჯვნივ ატრიალებ, მერე შემოდიხარ სწორად და მერე მარცხნივ, რომ პირიქით ანუ საწინააღმდეგო ხარეს წამოვიდეს ცხვირი რა, მანქანის. აი ეგ. აკონტროლე დისტანცია ბორდიული და მანქანა. всё, მეტი ადგილი აღარ გაქვს. კი ბატონო. არა, ჯერ საჭე მოიმზადე. ნახე, ხო უნდა მარტო პირდაპირ ხოლმე ხარ. მარჯვნივ ხო უნდა წამოვიდეს ცხვირი. დაატრიელი. ანუ ჯერ საჭეს იმზადებ ხოლმე და მერე იწყებ მოძრაობას პარკირების შემთხვევაში. აი ეგრე. ეხლა აუშვი და უკვე შემოხვა. იხდი? მიდი. კიდე და ნახე უკვე всё, გასწორდა მანქანა. ოდნავ დაუძარით და გასწორდა. მიხდი ხო? პარკინგოთ კიდე აგიხსნა, ნახე. ესე იგი, როგორც ვთქვით, რომ გავჩერდებით, პირველ პოზიციაზე იწყებ, ანუ მარჯვნივ ატრიალებს, ხო? იმიტომ რომ მარჯვნივ უნდა წამოვიდეს მანქანის კუდი. მერე შენ რო პირდაპირ მარცხნივ ბოლომდე ატრიალებ, ეგრევე ვერ დაიწყებ ტრიალს, მიხდი, იმიტომ რომ ჯერ გარეთ ყავს, ამიტომ ჯერ უნდა შემოიყვანო სწორად მანქანა. სწორად რო შემოიყვანო, ანუ მარჯვნივ რო გაქვს საჭე დატრიალებული ბოლომდე, ორჯერ 1.5-ჯერ უნდა დაატრიალოს საჭე რომ გასწორდეს და შემოხვიდეს სწორად. სწორად იცი რა პოზიციაზე უნდა შემოხვიდე და მერე რო შემოხვალ, ხო? გჭირდება პირიქით მარცხნივ ატრიალებ, რომ ცხვირი პირიქით მარჯვნივ წავიდეს. მიხდი, ანუ კუდი წამოვიდეს მარცხნივ. ანუ რო გავჩერდებით მარჯვნივ, სწორად და მერე მარცხნივ რა. საჭეს გულისხმობა, ანუ მიხდი? შესაბამისად, ცხვირი საწინააღმდეგო ხარეს წავა რა, ეს. ეხლა გასვლის პროცესი. მიადექი ნუ გეშინია. ხო გახსოვს ადგილი გაქვს, ხო შემოხვედი. მიდი. აუშვი. აი ეგრე. ჯერ გასვლით ვერ გახვალ. ხო ორი მანერი დაგჭირდა. მიდი ცოტა კიდე. ესე გააჩერე. ეგრე.
მე არა. აი, ეგრე მიხდი ჯერ საჭე. თორე დაკარგავ მანძილს რა. აი, ეგრე. всё. ეხლა უკვე გახვალ. არის რამე? ციმციმე ჩართე? ნელი გაზი თუ. ეს წამოვიდა და დაელოდე გახედე. ანჯიდან გახედე. ის არ დამელოდა. აი ხა დავით, ჰა? ის არ დამელოდა თორე. არა, ვინ დაგელოდება, რატო დაგელოდება ეს? სხვის იმედა და არ უნდა იყო. დადი გაზი. ეს გადის. არა, არ გადის, თუ გადის. არ გადის. всё, იდეალური. აი. всё, შენით. ესე იგი, მარჯვნივ. გამოვაჩინოთ კანონქანს. ორივე ფარი. მასწორებთ საჭეს. აი ეგრე, ჩა. და სარკეს. არიჩქა რა, ესეც რო გადაამოწმო, რა ახლოს არ მიხვიდი, მაინც. უკან. და შემდეგ ვიღებთ მარცხს. აი, ყოჩხ, კი ბატონო. იდეალური. ვაკონტროლებთ საჭეს. ნახე რა, იდეალურად ერთი მანევრით შემოხვედი პირდაპირ. ცოტაც და ბარემ გასწორდება. წვალება აღარ კიდე. აი, всё. ეგა, ნახე მიხდი, ანუ წინ მისვლა რაღაცა, ერთი მანევრით გასწორდა. ანუ წესები თავიდან რო კარგად დაიცავი, всё, ერთი მანევრი დაგჭირ. მიხდი? კი. ჩერდები მთავარია კარგად გაჩერდე. და როგორც მე შემოდიხარ მარჯვნიდან ისარკე, მე სწორად და მე მარცხნივ. ეგ არის. ყოჩა. ეხლა რადგან ერთი მანევრით შემოხვედი, გადიხარ ერთი მანევრითო ჩაოლებრივად გახვალ. აი, ეგრე. ეს მომეწონა ეხლა. ჩავდე მარცხნივ ოღონ ეგ ნუ გავიწყე. ეგრე და როცა თავისუფალი იქნება, ნელი გაზით შენ ზოლშიო. აი, ეგრე, დაიწყე ნელა გასწორება. თან გაზი მიახმარე ოდნავ. აი, ეგ. ყოჩა. თან კარგი. დადი გაზით ახლა, დავამატ. მიხდი ხო? კიდე არის რამე საპრობლემო ეხლა ეს? არა. წესებს თუ დაიცავ პრობლემა არ არის. დადი დავამატ. მარჯვნივ აუხვიოთ. ეხლა ხვალე კი არა, შემდეგზე გარაჟისთვის ინერვიული შეანელე. აი, ეგრე. კი ბატონო, დავით. აქაც თუ არის ბარემეთი კიდე. კარგად გავაკეთეთ. ჩავდე მარჯვნივ. აი, უფრო კიდე პატარა ადგილია მგონი. ხო, კარგია, იდეალური ადგილია, აქაც უნდა ჩატიო მანქანა. აი ეს. ვუსწორებთ მანქანას. ყოჩახ. ეხლა ვიღებთ მარჯვნივ. სად გადაერთებ? აი ეგრე. საჭეს. ხო, ეგ არ არის, კიდე ერთხელ უნდა დაატრევოთ. აი ეგრე. აი ეგრე. საყარელი ბავშვი. აი. გავუსწორ ცოტა კიდე შეგიძლია, ხა ბორდულთან ხო გაქვს ადგილი კიდე. და ცხვირი კარგად შემოეტიოს რა, ბარემ გამოიყენო ეგ. აი. აი ეგრე. აი. всё. აი. აქაც ეგრე იდეალური, ნახე, აქაც ერთი მანევრით. ოღონ არა ურიო საჭის ისა რა, ეგ. აი მე გაიაზრე. ამის ვიდეოც მაქვს კიდე გამოგიგზავნე, უყურე ვიდეოს და კარგად დაგილაგდება და შემდეგ ეს. всё, გავედით ახლა. ეხლა. ეგრე. ეს სხვაგან ერთად ვიყავით. კი ბატონო, ჩავუთე მარცხნივ. დავაკონტროლოთ. აი, დაიწყე გასწორება უკვე. აი, ეგრე. შორს გახვიდე. გასწორე. წადი გაზით, ეხლა ჩავუთე მარცხნივ. წადი გაზით. გადავიდეთ, რომ ხა მოვტრალეთ და ქვევით ჩავიდეთ.
მოგეწონა ახლა ეს პარკირება? ხო, ანუ ძალიან ადვილი არ იყო, მაგრამ ადვილი არა, საყურადღებო რა. ადვილი და რთული ესე არც რთულია, არც ადვილია და თუ ყურადღებას დააკლებ. რთულია თუ არ დააკლებ ყურადღებას ადვილი. დაიწყება ხება. თამამად შენი გზა არის. მოუყვე. აი, ეს ქვევი ჩავდივარ ჩვენ და იმიტომ. აი, ეს ამას. აი, ნელა ბილათო. აი, დავით. შენი გზა, ოღონდ მოხება გაკეთე რბილად რა, ანუ არ იჩქარო, ხტი? ნაკლები გაზით. ნაკლები გაზით, ჩაუწე მარჯვნივ ხა, იარე. იმ შავს გაუჩერდ. ანუ არავის გამო ეს შეფერხება არ გიწევს, ოღონდ ყოველი შემთხვევაში ნახე ზებრაზე რა მოხდა, იქ ზებრაზე გადავედით და უკან გადმოვედით. ხო, ეგრე არის ამ შემთხვევაში დახაზული. შესაბამისად გზა შენია, შეფერხება არ გექნება, ოღონდ ისა რა ქვია. რბილმანეთ რომ ვაი და ქვეითი იყოს ან რაღაც დაბრკოლება რო იყოს, 7 რეაგირება შეძლო, მიხდი? რეალ დაბრკოლება არ ჩიქვედრია, მაგრამ ყოველი შემთხვევაში დადარგი დაიჭირო რა. ჯერ აი მაგისკენ მოგაგირბის ხარ ეგრე ხა. ჯერ გადაგაკ პარკირებაში. მანქანა გაჩერებული თავის რომ მე ამოწევ. ნახე ამოწევის დროს ეს აღარ გჭირდება ხარ მიდაპირ ამოწევ და გაჩერდება ეს. შეგიძლია აუშვა ახლა რა, გათიშო აქეთ. აი ეს. შემახსენე იმ ვიდეოს გამოგიგზავნი პარკირების ტემის და უფრო კარგად დაგევარდება. თქვენ გვერდზე თუ და ხო, ჩემ გვერდზე ცდევს კი ბატონო, აი. კი. მაგრამ ეს გაიაზრო რა. რა ქვია, ქალაქის გამოცდისთვის რო დავაპირებ გასვლას, ეს გაკვეთილები არ მეყოფა. ეგ გამოცდისთვის კიდე ცოტა ბევრი წრბანი, კი, მაგრამ ეხა ეს ჯერ მანამდე თეორია და მოედანი გაიარდა, იქ მოედანზე ცოტა დიდი ადგილები და ცოტა სხვა პრინციპით, ეხა იქ ჯოხი უნდა დაინახო და ჯოხებით იზეპირებდა რაღაც რა. თითქმის გავს ოდნავ პრინციპი, მაგრამ იქ ჯოხებია დასაზეპირებელი ეგ მოედანზე და ქალაქის გამოსვლაზე პარკირება არ გჭირდება. ეხა უბრალოდ ქალაქში დაპარკინგება აგიხსენი მე არასაგამოცდო რა. ისე უბრალოდ რომ მანქანებს შორის უფრო პატარა მონაკვეთში როგორ ჩატიო, იმიტომ რომ იქ გამოცდაზე შემოდიხარ პირდაპირ ერთი მანევრით უნდა ჩააყენო, ან წინ მისვლა და რაღაცა არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ ქალაქში ეხა მაქხელა ადგილები არ არის, მიხდი ხო? კი. თავარია დაგეგმო სწორად რა. მე ეხა თუ კამერა აქვს მანქანას რაღაცა კიდე დაგეხმარება. ერთადერთი კამერა ვერ დაგეხმარება რა პოზიციიდან დაიწყო, მიხდი? აი პირველი გაჩერება სად უნდა გააკეთო, მიხდი? რომ გაუსწორდე მანქანას და მე იმის მიხედვით უკვე მოქმედებებს თანმიმდევრობას რა თქმა უნდა გააკეთე. ძალიან კარგი.